ზოგიერთ სასულიერო პირს სურს ახალ კალენდარზე გადასვლა, რა აზრით გამდებით თქვენ ამ საკითხზე. მე მაინტერესებს რა აზრის არის ეს ვიზა გადასვლა ახალ კალენდარზე. აი ისი რა აზრის არის. რატო უნდა თუ გადავიდე რა არის წყობა. საცივის ჭამა. არა ეს თქვენი აზრი, იმათ რა აზრი. დებური რაღაცა ის. ამის როდის შეცდომსაც. უხიტინებს რა, მარცხნიდან რაღაცა. მაგას ეთქობა უკვე. ხო, იმიტომ ჩვენ ახალ წლის თაობაზე ბევრი ვისაუბრია. წელიწადში იმდენი ახალი წელიწადია. ხო. 1 სექტემბერი ახალი წელია. ასე სექტემბერში 14-ი. აღდგომა ახალი წელი. სულთოფენება ახალი წელია. ქრისტეს შობა ახალი წელია. ეს რა ახალი წელია? ხოჭით კარგად ვინ შექმნა ეს ახალი წელი? იულიუს კეისარმა მოინდომა კალენდარული რეფორმის ჩატარება და ეგვიპტელ ასტრონომს მაშინდელს ხოა დაავალა, უბრალოდ იმპერატორი დაავალებდა ალბათ ასწორდა. კალენდარი ახალი გაკეთდა. შეიქმნა ეს კალენდარი. მას იულიუსის კალენდარს ეძახიან თორე ის რეგიონი გააკეთა. და ეხლა იულიუს კეისარმა კითხა, წელიწადი ხო წრე არის? სად იწყება ეს წრე? სადაც წელიწადის დასვა იწყება. და იქ თავდება. კითხა ქურუმებს, რომელი დღე ავირჩიოთო დასაწყისად წელიწადისა. ნუ მათ იმ ცხოველების შიგნეულობაზე, გულღვიძლზე რაღაცა იმარჩიელებს და დაადგინეს, რომ აი იანვრის პირველ დეკადის პირველ დღეს. პირველ იანვარს. ეხლა მე რატომ დაგესწავლე ამას მე არ მისმის. მაგრამ ამ კალენდარში ქრისტეს შობა 25 დეკემბერს. აი ეს მე უკვე რაღაცას მეუბნება. ქრისტეს შობით დაიწყო ახალი ცხოვრება. ანუ ახალი წელი ქრისტეს შობის შემდეგ ხდება. ქრისტეს შობამდე რა ახალი წელია? ძველი წელია. ძველი კაცი არის, ძველი ბუნება, დაცემული მდგომარეობა არის. მაშინ ჩვენ უნდა რა შევცვალოთ კალენდარი. საეკლესიო გადავიდეთ, რომ ის 1 იანვარს ვემსახურებით ჩვენ. 1 იანვარს რომელს? აი რეფორმირებულ კალენდრის 1 იანვარს. თორე საეკლესიო 1 იანვარი 25 დეკემბრის შემდეგ არის. ანუ ის რასაც ახალი კალენდრით ეკუთვნია 7 იანვარი. მოდი ახლა რომ ბევრი არ ვილაპარაკოთ. აი წარმოიდგინეთ ორი პარალელური სისტემა. ერთადერთი დანაწევრებული 12 ნაწილად, ერთადერთი სახელწოდება გან 12 ნაწილს, იანვარ, თებერვალ, მარტი და ასე შემდეგ. ხო, აი ესია და დაცილებული. ერთადერთი. რომელია სწორი? ათის სისტემა, ეს სწორია, ეს სწორია. რატომ უნდა უარყო ეს და რატომ უნდა გადავიდე ამ სისტემაზე? აი ეს არგუმენტაცია. იმიტომ ვიკითხე, ვისაც უნდა გადასვლა, მითხავს რატომ უნდა გადასვლა? რატო? უფრო ზუსტია უგეთოს. ყველია არ დაიჯეროს. რასთან მიმართებაში არის ზუსტი? ეს ხო ფარდობითია. ახალი კალენდარი, გრიგორიანი კალენდარი არის ზუსტი ტროპიკულ წელიწადთან მიმართებაში. და იულიუსის კალენდარი და გეტყვით, ჩვენ იულიუსის კალენდარსაც კი არ ვდასასაუბრებთ. ჩვენ გაქვს ეკლესიამ შექმნა ახალი კალენდარი. უბრალოდ ეძახიან იულიუსის კალენდარს. მაგრამ ის ახალი განსხვავებული კალენდარია. რატომ? რომ გრიგორიული კალენდარი არის ტროპიკულ წელიწადზე გაწყობილი, მაგრამ მზის სისტემასთან მიმართებაში არის აღებული. ჰელიოცენტრულია. იულიუსის კალენდარი, რომელსაც ეკლესია ხელმძღვანელობს, ათანხმებს მზისა და მთვარის ციკლებს. ორ კალენდარს იტევს ერთმანეთში. მზის და მთვარის კალენდარს. და ორიენტირებულია ვარსკვლავურ წელიწადზე, არა ტროპიკულ წელიწადზე.
წელიწადი რა არის? რა განსხვავდება ტოპიკურს და ვარსკვლავურ წელიწადს შორის? რამდენიმე წამია. ტოპიკურ წელიწადი არის ორიენტირებული დედამიწა რამდენ დროში გაივლის, აი ერთი წერტილიდან ძეს შემოვლის წეს და მოესწრებს წერტილში. ვარსკვლავურ წელიწადი გათვლილი გასზე. რამდენ დროში დედამიწა შემოევლის ზოდიაქოს თანავარსკვლავედების წრეს. თუმცა კოსმოსშია განლაგებული. ეს ჰელიოს მზისკენ არის მიმართული, ჰელიოცენტრულია. ის კოსმოსისკენ მიმართულია. სხვაობა რამდენიმე წამია, თუ წუთია. მე ისი ზუსტად შემისწორე. ამაში განსხვავება. რომ გრიგორი ყოველ კალენდარი როგორც ჰელიოცენტრული უფრო მნიშვნელოვანი ზუსტია სამეურნეო თვალსაზრისით. თუმცა ეს სიზუსტეს კარგად ხედავთ ამით როგორ ერთხელ ხანასე ხანასია. ეს ფარდობითი სიზუსტეა და საეკლესიო კალენდარია კოსმოცენტრული არის. და ღმერთმა მარტო მზის სისტემა კი არ შექმნა. მთელი კოსმოსი, მთელი სამყარო შექმნა. და მაგიდან რომელი უფრო სწორი კალენდარია, რომელიც მთელ კოსმოსს იტევს თუ რომელიც მარტო მზის სისტემაში ეფარგლება. სამყარო. არ ვიტყოდო ჰელიოცენტრული კალენდარი არის პროვინციალური კალენდარი. ის გვხვდება მზის სისტემაში. საეკლესიო კალენდარი კოსმოცენტრულია და მთელ სამყაროს იტევს. მე რატომ და შევცვალო ერთი მეორეთი მე არ მესმის. ეს ასტრონომიის სიზუსტის თვალსაზრისით ეძახით. ალთა და ვიცით რომ საეკლესიო კალენდარი არც ვარსკვლავურია და არც ტროპიკულია. საშუალო ზომა არის აღებული. ამიტომ ტროპიკულთან მიმართებაში ის სიზუსტე არ აქვს რაც აქვს გრიგორიანულს, მაგრამ ვარსკვლავურთან მეტი სიზუსტე აქვს ვიდრე გრიგორიანულს. გრიგორიოს უფრო დიდი სომელება აქვს ვარსკვლავურთან მიმართებაში. ანუ საშუალო თეთრიკული არის აღებული. რომ გააწონა სწოროს მზის სისტემა და კოსმოსი ერთმანეთთან. ასეთად გლობალური მოვლენა ეს კალენდარი და რატომ გაუარყო მე ვერ ხვდები რაღაცა წამების გულისთვის, რომ 124 წლის განმავლობაში ერთი დღით ხდება გადანაცვლება. მე ვერც გვაცნობიერებ ამას. 124 წელი ვიცეცხლებ მე რა თქმა უნდა. და რო ვიცეცხლა მივხვდები რომ ერთი დღით შეიცვალა რამე. ეგინდაც მივხვდეთ რა. მაგრამ სამაგიეროდ მე დღეს ვხვდები რას? კალენდარული რეფორმა იწევს განხეთქილებას ეკლესიაში. დღესვე მიირევს ყველაფერს ეკლესიაში. მოწესრიგებული საფთისახურო წიგნები, რომელიც მზისა და თვარის კალენდარს აწესრიგებენ ერთმანეთთან, ეს აირება. ზოგადად გადავაწყო ეს წიგნები, თავის უზარმაზარი სამუშაო ჩავატარო. ეს მოაწესრიგო ხელახლა რის გულისთვის, წამების გულისთვის? მე კოსმოსზე თუ იმაზე ტროპიკულზე მიმული თუ უფას ვემსახურები. მე მარტო ცხოვრების ვემზადები თუ ამ წამებით ვძომავ ჩემ ცხოვრებას. ამიტომ ორიენტაცია აი ამ ახალ კალენდარზე გამოწვეულია რაციონალიზმი და პრაგმატიზმი და არა სიყვარული. მეტის უსიყვარული და სიძულვილით არის გამოწვეული. განხეთქილების სურვილით გამოწვეული, იმიტომ რომ ეს კალენდარი შექმნა რომის პაპმა გრიგორი მე-13-ე, რომ დაპირისპირებოდა მართალ სამყაროს. ეს განხეთქილების სული დევს ამ კალენდარში და რატომ და მიიღო ეს კალენდარი? მე არ გესმის. საეკლესიო კალენდარი დანიშნულება არის მოაწესრიგოს საფთისახურო ყველა ესე დღეები, არა? და მაგ მოწესრიგებული გამით არ უნდა შევცვალო. მაგრამ მე ეს არ ვიცი. მე ვხედავ რომ ეს გამოიწევს დაფიქრებას, უთანხმოებას, უწესრიგობას. რატომ გამოიწევს? მოკ მე არ ვიცი. მეც გეტყვი 2000 წელს სოფლემ აღნიშნა ქრისტეს შობიდან 2000 წელი. ჯერ ხო დამოკლევდა პროტესტანტულმა, კარგი აღნიშნეთ. როდის მოხდა წირვა? გახსოვთ თქვენ? ბეთლემში
ყველა პატრიარქი მართლად ეკლესიაში შეიკრიბა და ერთობლივი წირვა აღავლეს როდის? ძველი კალენდრში. ძველი კალენდრი 25 დეკემბერს, ანუ 7 იანვარს. ესე იგი, ვინც გადავიდა ახალ კალენდარზე აღიარებს პრიმატს ძველი კალენდრის. რატომ შევცვალე? თუკი მთელი ეკლესია ფახდება, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ეს კალენდარი, რატომ შევცვალე? მე ეს პასუხი გაგდო. კითხეთ იმათ, რა ვიზეთ უნდა შეცვალო კალენდარზე. რატომ უნდა შეცვალო? ერთ-ერთი არგუმენტი ესეთია. იცით რა? გავა დრო და ჩვენ ქრისტეს შობას ზაფხულში ვიდღესასწაულებთ და ეს რა როგორ შეიძლება? ხო ზამთარში და ეკრებებს. გამიგე ხო, გადანაცვლება ხდება 2 კვირა. მოდით ახლა დავითვალოთ, კარგად. 1000 ფაგის მაინც თლახო ვიცით რა. დავითვალოთ. 2000 წლის განმავლობაში გადაინაცვლა რა? 2 კვირით. 2 კვირით გადაინაცვლა. ივნისამდე რამდენი 2 კვირა იქნება კიდე? 6-ჯერ 2. ანუ 6-ჯერ 2000, 12000 წლის შემდეგ მოხდება რაღაცა, მე არ ვიცი მოხდება თუ არა და დღეს უნდა გახეთქილო შემოტან ეკლესიაში. არა, აბსოლუტურად. ან კაი კატასტროფა ზაფხულში დღესასწაულობთ ქრისტეს შობას. უკაცრავ სამხრეთ ნახევარსფერო, როდის დღესასწაულობთ ქრისტეს შობას? იქ ხო ზაფხულია. ბრაზილიაში ხო ზაფხულია, კეიპტაუნში ზაფხულია და ავსტრალიაში ზაფხულია, რამე აყალდებათ იმათანით? და ქრისტეს შობას ვერ დღესასწაულობთ თუ რა? მაინც თოვლი უნდა მოდიოდეს? ჰა? თოვლის აღარ მოდის. ხო. ანუ ეს არის პროვინციალ დამოკიდებულება, რომ აი აქ ჩვენ ასე ვიყოთ და იდა ისინი ქრისტიანები არ არის ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკაში და დინა სამხრეთ აფრიკაში. ანუ ესეც აბსურდული არგუმენტია. რომ ციხოს. მაგრამ მე გიყვარს სხვა რამეს ახლა. ვითომ სიზუსტეს გამოიკიდე რომ აი 25 დეკემბერს უნდა აღნიშნოთ და არ შეიძლება გადადა, იმიტომ რატომ 25 დეკემბერს თურმე ერთი წუთით გაიზარდა დღე. და ეს ნიშნავს რომ დაიწყო ესე იგი დღის გადიდება და ამიტომ ამას აქვს მისტიური მნიშვნელობა. ჯერ ეს არავის არ წერია, რამდენი წუთი უნდა გადაინაცვლოს, რომ ჩვენ აღვნიშნოთ დღის მომატება. ამ ერთ წუთს ჩვენ ვერ აღვნიშნოთ. მაგრამ 3 კარდად ვგრძნობთ, ქრისტეს აღდგომა როდის ხდება. ქრისტეს შობის დღე სახარებაში არ არის დაფიქსირებული კალენდარულად. მაგრამ აღდგომის დღე დაფიქსირებულია. ებრაელთა პასუხის შემდეგ მოხდა აღდგომა ქრისტესი. აი ამას არ ღვევს ახალი კალენდარი. აი ამას არ ღვევს და რაც მოცემულია სახარებაში, იმას არ ღვევს და რაც არ არის მოცემული, იმაზე რა ვილაპარაკო. და როგორ არ ღვევს? კათოლიკები ქრისტეს აღდგომას ხან ებრაელთა პასექამდე დღესასწაულებენ, ხან პასექთან ერთად, ხან პასექის შემდეგ. იმათ აერიათ კალენდარი. ეხლა ჩვენ თავაზობთ, ჩვენ წავულიოთ. მე ერთხელ საფუძვლებს. და კარგი, რა მნიშვნელობა აქვს, რომ ებრაელთა პასექამდე დღესასწაულობთ ჩვენ აღდგომა ქრისტეს. და ვინ მეგვიშლის? სახარება მეუბნება არა. რატო? საფუძვლად თარიღებში ხო არ არის. იმაში რომ ჯერ იყო გამოსვლა ეგვიპტიდან, ისი აღმოჩნდა არის პასუხის დღესასწაული. ფიზიკური მონოვიდან გათავისუფლება. მერე მოხდა სულიერი მონოვიდან გათავისუფლება ქრისტეს აღდგომით, დაიძლია სიკვდილი და მე გათავისუფლდი პირველი ცოდვისაგან. ესე მოხდა, ეს არის განგება ღვთისა. რომ ჯერ ხორცილი მონოვიდან გათავისუფლდი, მოსემ გათავისუფლდა, გამოიყვანა ერი და იმას აღნიშნავს პასექი ებრაული და მერე მოხდა ქრისტეს მოსვლა და გამოხსნა კაცობრიობისა ისტორიულად მერე მოხდა. ეს აისახება კალენდარში. აი ეს რატო უნდა დავარღვიო? ეს უკვე სწავლების საკითხია. ეს უკვე წმინდა წერილის სიზუსტის დარღვევა არის. და ღვთის განგებაში ჩაგება. მე არ მისის. რა არგუმენტია რომ იქ ერთი წუთი თურმე მნიშვნელოვანია და აქ
ირღვევა მთელი სახარების ქრონოლოგია და ეს არ არის მნიშვნელოვანი. ანუ აქ ეწევენ უკვე დემაგოგიას ეწევიან. მე ვერ ხედავ რაიმე სერიოზულ საფუძველს იმისათვის კალენდარი შეიცვალოს. ღვთისმსახურება სრულდება შენია თვითონ ამ გაყრია სახურებას. ერთადერთი ცოდები გუშის ხოლმე სახურებაში მოაწესრებაში. მეტი არ არის. ჩვენი ცოდები პირდაპირ გონება გაგვირვის სადღაც ვიღლებით, ან გვეზარება, ან კიდე რაღაცა უფრო საინტერესო სერიალი არის და მეჩქარება ეხლა და მე დავჭირდი დიდება მაღლემ ვერ აი ზეც ვიცხე და გავიქეცე ხო ტელევიზიის სახურება. ახალი სერიალია. აი ეს გუშის სახურებაში და არა ის რომ ერთი წუთამდე და ერთი წუთის გვიან დაიწყება თუ შაბათს. რაგბი შაბათს. კიდე კაი ვიგებთ მაინც მომა. შეიძლება ითქვას. დიახ. ისინი ერთ-ერთი არგუმენტი ასახელებენ იმას, რომ უცნაეს ამბროს ჰქონდა ამის ინიციატივა და შემდეგ შეაჩერა. მე ეს არგუმენტია. არა, არგუმენტი არ არის, მაგრამ ამბობენ ხოლმე როგორც ახლა. მოდი ესე დავაყოთ. ეკლესია არ არის მარტო ვთქვათ ერთი და ორი საშუალო პირი. არც ერთი და ორი მრევლი წარმოადგენს. ეკლესია ერთობა. მოხდა რევოლუცია. რევოლუციამ შეცვალა კალენდარი და დაისვა საკითხი, რომ ხელი რომ შეუწყოთ ხალხს რადგან ქვეყანა გადავიდა ახალ კალენდარზე, ხო არ გადავიდეთ ჩვენს ახალ კალენდარზე. სად ეს ხალხმა არ მიიღო. და ხან არ მიიღო, მაშინ გაუქმდა. ასე ამბროსი ხელაემ რო ეს მიიღო, უსწრებს ეკლესიას იყო მცდელობა ახალ კალენდარზე გადასვლის. მაგრამ არ მიიღო მოწმე ერმანდა. ხმა ერისა, ფაქტისა. და უკაცოდ ამბროსი ხელაემ რა ის შეეწინააღმდეგა? ან პატრიარქი ქრისტეფორი ან კალისტატე წინააღმდეგა? ახლა ხალხს ესე უჩერდა, ესე გარჩევდა. ეს არგუმენტი რომ მოსადა ის სადა იმან ასე ხო არ ჯობია, მაგრამ ეს არ გვეჩვენია, ესე გვეჩვენია და დარჩა. თან ნახე ხელი ამ შეუწყო. ორშიკურა თარო გამოაცხადა ეკლესია გამოყოფილი სახელმწიფოსაგან. და ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფო ერთ-ერთი გამოხატულება კალენდარულად ჩვენ არ ვეთქვით ხო ჩვენ სხვადასხვა დროში მომძრავოთ. თქვენთვის იყავ ჩვენთვის ეხლა რამ გამოიწვია საეკლესიო კალენდრის რეფორმა? მოდი ეს აქედან დავიწყო. არა გრიგორი პაპის, არამედ მართლ ეკლესიაში. ეს მოხდა 1923 წელს. კონსტანტინოს პატრიარქმა დავალა იქ რამდენიმე ასტრონომს რომ შექმნათ გაათანამედროვებინათ კალენდარი. რატო გააკეთა მან ეს? როდესაც პირველ მსოფლიო ომი დამთავრდა და თურქეთში მთავრობაში მოვიდა კემალ ათათურქმა კაპადოკიიდან ბერძნული მოსახლეობა აპარა გაუშვა საბერძნეთში. შესაბამისად მოილაპარაკეს რომ საბერძნეთში ვინც იყო თურქები და უნდა თურქის წამოსვლა ადგილდა წამოვიდა თურქეთში. აი დეპორტაცია მოხდა მოსახლეობის და კონსტანტინოს საპატრიარქო დარჩა მრევლის გარეშე. მთელ თურქეთის ტერიტორიაზე ბერძნები დარჩნენ მაგრამ კონსტანტინოპოლში სულ რამდენიმე 3-5,000 კაცი დარჩა. ეს არ არის სოფლიო ეკლესიის მრევლი აღარ არის. მასშტაბი, ხო? მაშინ გამასწორებული ეპოვა ინდოინდელ სოფლიო პატრიარქმა ელიტიუსი გამოაცხადა მთელი ბერძნული დიასპორა მთელ სოფლიოში გამოაცხადა კონსტანტინოს საპატრიარქოს მრევლად. კონსტანტინოს დაცემის შემდეგ ხდებოდა მიგრაცია ბერძნების აქეთ ამ ტერიტორიიდან, თურქების დაკვირვებულ ტერიტორიიდან, და სოფლიოში რაც არის ბერძნული დიასპორა, ის არის სოფლიო პატრიარქის მრევლი. რადგან ისინი იქ ცხოვრობდნენ უკვე
ახალი კალენდრით იმ კათოლიკურ და პროტესტანტულ სამყაროში ცხადია მათთვის დაბრუნება ძველ კალენდარზე უხერხულობას ქმნიდა. ისინი საეკლესიო კალენდრის გარეშე ცხოვრობდნენ. ამიტომ ამ რეფორმამ ხელი შეუწყო მათ შემოსვლას ეკლესიის წიაღში.